ჩვენთან არის ღმერთი. იცოცხლე და გაიხარეთ მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის, მადლობა ღმერთს. ერთობლივი ღვთისმსახურებისათვის და ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ღვთისმსახურება და ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ჩვენი ვედრება. ღვთისმსახურებაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ჩემო ძვირფასებო და ახლაც ვიტყვი, რომ ღვთისმსახურება ვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი უფრო ღრმად დაუკვირდეს და უფრო ღრმად დაუფიქრდეს თავის თავს, ჩაიხედოს საკუთარ თავში და გააცნობიეროს თუ ვინ არის და რისთვის არის მოსული აი ამ სოფელში. ღვთისმსახურება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანმა დაინახოს უკეთ თავისი თავი, რომ იგრძნოს ის, რომ ადამიანი არის შექმნილი ღვთის ხატად, ღვთის მსგავსად და ღვთის ხატებას შეადაროს თავისი თავი, რამდენად შეეფერება თუ არ შეეფერება ღვთის მსგავსებას. და დაინახავს ალბათ ყოველი ადამიანი, რომ ქრისტეს გარეშე, ღმერთის გარეშე ყველაფერი და ყველა აზრს გარგავს. ერთადერთი საზრისი ამ ცხოვრების არის მხოლოდ უფალი. თუმცა ადამიანს რა თქმა უნდა გააჩნია თავისი თავისუფალი ნება და თვითონვე ირჩევს თავისი არჩევნით თუ რა ცხოვრების წესით იცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში ხლა ჩვენ აქ ავართ მაინც და მადლობა ღმერთს, რომ გამოვირჩიეთ კეთილი ნაყოფი და შეძლების დაგვარად. ვერთგულებთ უფალს, შეძლების დაგვარად ვგევართ და ვებძვით ორ ძალებს, ბრძოლებს და ასე შემდეგ. დღევანდელ სახარებაში ხაზს გასმით, გვასწავლის უფალი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას, რა დიდად მნიშვნელობა აქვს რწმენას, მარხვას. ნახეთ, როგორ არის აბა გავიხსენოთ დღევანდელი სახარებიდან. მიდის კაცი და უფალს ეუბნება, რომ მოციქულემო, ვერ შეძლესო ჩემი შვილის განკურნება და დახმარებას თხოვს. განკურნება რისგან? ეს ჭაბუკი იყო შეპყრობილი და ჩვენ გვისაუბრია ამაზე არაერთხელ, რომ ნებისმიერი დაავადება, ფიზიკური დაავადება, ეს არის გამოვლინება სულიერი ავადმყოფობიდან. სწორედ აი ეს ჭაბუკი იყო შეპყრობილი თავისი სულიერი ავადმყოფობიდან, ჩემო ძვირფასებო. მიუყვანს მოციქულებს და ვერ შეძლეს განკურნება აი ამ ყრმის. შემდგომ უკვე თხოვნით მიდის და ეუბნება უფალს, რომ ეგება რამე უშველოს თავის ძეს. და ნახეთ აქ რას დაუკვირდით შეხედეთ. რას ეუბნება უფალი? უკვე თუ ძალგიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელი არის მორწმუნისა. აი ამ სიტყვებს დაუკვირდით ძალიან. აქ უფალი თვითონ აი ამ კაცს, მამამის, თხოვს სარწმუნოებას, რომ შენ თუ შეგიძლია ურწმენა, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება მორწმუნეთათვის. ნახეთ, ხომ შეეძლო რა თქმა უნდა, რომ ისულიყო და განეკურნა ეს ყრმა, მაგრამ არა ჯერ აი მამამისის სთხოვს, რომ რწმენა გააჩნდეს. ეს შემთხვევით არ წერია სახარებაში, ჩემო ძვირფასებო. ეს არის ერთ-ერთი სწავლება იმისი, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები სულიერად აღემატნენ და სულიერები წინ იარონ, მაშინ ჩვენ მშობლები ვალდებულნი ვართ, რომ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. და რაში გამოიხატება რწმენა? ჩვენ ყოფით ცხოვრებაში, ეს ვიცით ჩვენ და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჯერ ჩვენი სწორი დამოკიდებულობა აუცილებელი რწმენასთან, რომ შემდგომ უკვე ღმერთს ვთხოვოთ ჩვენი შვილების სულიერი თუ ფიზიკური განკურნება. და მამაც ეუბნება, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემს. ხედავს, რომ საკმარისი რწმენა არ გააჩნია და აი ამიტომ არის შვილი ასეთ მდგომარეობაში. და უფალს თხოვს დახმარებას, შეწენას თხოვს უფალს, რომ შეეწიოს აი ამ თავის ურწმუნოებაში. და როგორ იქცევა მაცხოვარი? ჯერ მამას კურნავს და შემდგომ შვილს კურნავს. განკურნების შემდეგ მოციქულები ეუბნებიან, რომ რატომ ვერ განკურნეთო ჩვენ? როგორც თქვით, ეს ახალგაზრდა იყო შეპყრობილი ბოროტი ძალებით და აი ამ ახალგაზრდაში არსებული სიბოროტე და ბოროტი ძალები ბევრად ძლიერი იყო, ანუ აღემატებოდა იმ დროისთვის მოციქულების რწმენას.
აი სწორედ ამიტომ ვერ განკურნეს მოციქულებმა თორე ძალიან ბევრს კურნავდე და ვიცით ჩვენო ძალიან ბევრ სასწაულებს აღასრულებდნენ თავად მოციქულები უფლის სახელით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ განკურნეს, იმიტომ რომ მათი რწმენა იყო სუსტი. მარტო ჩვენ რო ვთქვათ ის რომ წამს და ასე შემდეგ, არაფერი არ არის რა. აი ეს ეპიზოდი სახარებისა ჩვენ პირდაპირ გვეუბნება და გვასწავლის იმას თუ რამხელა ძალა აქვს რწმენას. და ჯერ ჩვენი თავი უნდა განვიკურნოთ. აქ ორი აზრი არის. ჯერ საკუთარი თავი უნდა განვიკურნოთ ჩვენი სარწმუნოებით და შემდგომ უკვე ისე უნდა განკურნოთ ჩვენი ლოცვით, ჩვენი შვილები, ჩვენი გვერდით ყოფი ადამიანები. აი ზეგან თქვი, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს უბრალოდ რომ იმ წამს და რას ამობ, როგორ არ ამწამს და მე ჩემებურად ვწამს. მხოლოდ სიტყვა მწამს არაფერს არ მოგიტანს. არანაირი აზრი არ აქვს მარტო აი იმის სახეს რომ წამს ღმერთი. თუ კი შენ მარწმენა ნაყოფი არ გამოიღო შენი სარწმუნოების. და რა არის ნაყოფი? ჩვენივე ცხოვრებაში გვანახებ შემოწიფასები. შენი კეთილი საქმეებით, შენი პატიოსანი ცხოვრებით, შენი სამაგალითო პიროვნებებით, ეს არის ნაყოფი ჩვენი რწმენის. სხვა არაფერი, იმიტომ რომ ჩვენივე ყოფით ცხოვრებაში, ჩვენივე ყოველდღიურობაში ჩანს ეს ნაყოფი. თუ რამდენად გვაქვს გამოღებული ჩვენი სარწმუნოებიდან. და რა თქმა უნდა, დამოკიდებულობაში ერთმანეთთან და დამოკიდებულობაში ნებისმიერ მატერიალურ თუ საგნების მიმართ. ყველგან ვლინდება აბსოლუტურად ჩვენი რწმენა. აქ დიდი გამოცნობა არ ჭირდება ხოლმე ადამიანს. მით უმეტეს ვინც რომ მეტნაკლებად სულიერების რაღაც გარკვეულ საფეხურზე დგა, მისთვის ძალიან მარტივია რომ დაინახოს ადამიანი თუ რა დამოკიდებულობა აქვს რწმენასთან. ასე რომ ადამიანი რო განიკურნოს ჯერ თავისი ბრძოლებისგან, თავშივე საკუთარი რწმენა უნდა გააჩნდეს. რწმენა იმაზე ძლიერი ვიდრე konkret ბრძოლები აქვს. ნახეთ, რა ხდება, დავათ უფალი გვეუბნება აქვე და გვასწავლის გზას, თუ როგორ უნდა განკურნოთ ჯერ რა თქმა უნდა ჩვენი თავი. ესე ნათესავი, აქ საუბარია ბოროტ სულებზე. ესე ნათესავი ვერ შესაძლებელი არის განსულად გარნა ლოცვით და მარხვით. აი, ეს არის ის ორი იარაღი, რომელი იარაღსაც უფალი გვიჩევს და გვასწავლის. თუ რომელი იარაღითაც ჩვენ მოვერევით ნებისმიერ ბოროტ ძალებს, ნებისმიერ ბრძოლას. და ახლა იცით რა არის მე რა მინდა გითხრათ რომ ყველა ჩვენ თავში ჩავიხედოთ, ჩვენს გულში ჩავიხედოთ და დაუფიქრდით თუ რამდენად გიბყრიათ აი ეს ორი იარაღი, ლოცვა და მარხვა. ნუ ფაქტიურად თქვენს თავზე არის დამოკიდებული ბრძოლის ხარისხი. თუ რამდენად შეგიძლია და რამდენად ბრძოლის უნარიანი ხარ. ანუ რამდენად მლოცველი ხარ და რამდენად მარხველი ხარ. თუ დაუფიქრდებით ჩვენ აი ამ სახარებას დავინახავთ რომ ღევანდელობაში თუ კი რა თქმა უნდა ჩვენი თავის ადეკვატური აღქმა გვაქვს. დავინახავთ იმას რომ იმ ჭაბუკის მსგავსად ჩვენს პარალიზებულები ვართ. და რატომ? იმიტომ რომ წლებია ვდგევართ ეკლესიაში. წლებია მოვდივართ. წლებია აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით და დღემდე განსასწრებები არ ცხდება. დღემდე პრობლემები არ ცხდება. რატომ? ეს იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ წილად არასწორი დამოკიდებულობა გვაქვს. გარკვეულ წილად არ გვიკავია ის ორი იარაღი, რომელი ორი იარაღსაც თავად მაცხოვარი გვასწავლის სახარებაში, რომ აი ამ ბოროტ ძალებს ვებრძოლოთ. ჩვენთვის აი თავარი უნდა იყოს ლოცვა. დღეს აღმოვიკითხეთ, არის წმინდა იოანე კიბის აღმწერელის, წმინდა იოანე სინელის ხსენების დღე. სწორედ წმინდა იოანე რას ამბობს, ნახეთ. ეკითხებიან რომ აი ღმერთი როგორ უნდა დაინახო, როგორ უნდა იგრძნო. ნახეთ რას ეუბნება. ლოცვის დროსო, თუ კი გულში გიხარიაო, უკვე შენს გულს უფალი შეეხო. აი აქ უნდა იგრძნო. აბა ჩვენ ვგრძნობთ აი ამას, ლოცვა გვიხარია თუ გვეზარება. და თუ კი ვდგევართ და ვლოცულობთ, როგორ ვლოცულობთ სიხარულით, აი ჩვენს გულთან უფლის შეხებას ვგრძნობთ. აი ეს უნდა კითხოს ყველა ადამიანმა საკუთარ თავს. და მარხვა უნდა შევიყვაროთ ჭამაზე მეტად. საკვებზე მეტად უნდა შევიყვაროთ მარხვა შემოწმებას. მანამ სანამ არ შევიყვარებთ მარხვას საკვებზე მეტად,
მანამდე როგორ ვიქნებით იცი? ვეცდებით რომ მართლა შევიმსუბუქოთ. ზოგს ის უნდა, ზოგს ეს უნდა, ზოგს ხორცი არ აწყენს, ზოგს თევზი არ აწყენს, ზოგს მზის პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩვენ თუ შევიყვარებთ მარხვას ჭამაზე მეტად, დამიჯერეთ რა. აქ აღარ დაუწყებ უკვე რაღაცების შემსუბუქებას და რაღაცების გზების ძიებას რა. მე ვიცი აქ მრევლშიც ვიცი რომ არიან პიროვნებები, რომელი პიროვნებებიც არიან მოუძლურებულები, ასაკშიც არიან და მარხვა ძალიან მკაცრად იცავენ. არიან. და არა მხოლოდ ჩვენ მრევლშიც. მონასტრებში ავიღოთ როგორ ახლა უმეტესწილად სულ რაღაცა გარკვეული ავადმყოფობებია, სუსნეულებაში ყოფი არიან, მაგრამ მე იქ არ გამიგია რომ რომელიმე თუნდაც მონაზონს ეთქვას რომ აი მე უძლურებიდან გამომდინარე უნდა აგე რაღაცა ვჭამოდა. არა ესეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე იქ. იცით რის გამო შემოწმებასებო? ძალიან მკაცრად უყურებენ მარხვის არს და უყვართ მარხვა და ცდილობენ რომ შეიყვარონ აი ამ ჭამაზე მეტად, ვიდრე დაუშვათ საკვები გვაძლევს. მარხვა ადამიანს არ მოკლავს. ეს იცოდეთ, პირიქით. მარხვა არის საგურნებლად ჩვენი ხორცის და ჩვენი სულის. მოგლეთ აი ესეთი სწავლება დღევანდელ სახარებას. რომ არის ორი იარაღი, რომელი იარაღითაც უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ორო ძალებს, ჩვენს უნებებს, ჩვენს განსაცდელებს და ეს ორი იარაღი არის ლოცვა და მარხვა. ეს კარგად გვახსოვდეს. როგორც გითხარით, ჩვენზე არის დამოკიდებული თუ რამდენად მლოცველები და რამდენად მარხველები ვართ. დამოკიდებული იმიტომ რომ ეს გვანახებს ჩვენი ბრძოლის ხარისხს, ჩვენი ბრძოლის უნარიანობას. ამაზე ვიფიქროთ დღეს ძალიან გთხოვთ. დავფიქრდეთ. იქნება რაღაც გამოსაცურებელი გვაქვს. ჩავიხედოთ ჩვენს თავში. იქნება შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვაკეთებთ. და თუ კი დაინახავ, არასოდეს არ არის გვიან, პირიქით. ბავშვს მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკი თავისი სიცოცხლის ბოლო წუთს შეინანა და აგერ უსარმაზარი ჯილდოც მიიღო. რომელიც ჯილდოს გამოც ჩვენ აი აქ დგავართ და წვალოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჯილდო რა არის? სადასასწრებელი. ასე. მერთმა დაგვუცდო, მერთმა გაგახაროთ, მერთმა გაგამბრალოთ. ჩვენ მართლმადიდებლები ყოველთვის ბრძოლის ველზე ვდგევართ შემოწმებასები. ეს არაერთხელ მითქვია და შეგახსენებთ ეს. ჩვენ ვართ ქრისტეს მეომრები. აბსოლუტურად ყველანი. აქ არა აქვს მნიშვნელობა, კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ჩვენ ყველანი ვბრძოლობთ. ვებრძვით, ჯერ რა თქმა უნდა ჩვენს ცოდვით მიდრეკილებას და შემდგომ კიდე მთელ ბოროტ ძალებს, რომელი ბოროტი ძალების გვიტევენ ყველა მხრიდან. იცი რისი უნდა გვეშინოდეს? უფრის ღალატის უნდა გვეშინოდეს. ღმერთის დაკარგვის უნდა გვეშინოდეს. თუ შენ აი ესე შეხედავ დამიჯერე, ყველაფერს აჯობებ. ღვთის სიყვარულით, ღვთის სახელით აჯობებ. ნებისმიერ წულს შენ ცხოვრებაში ხარ არჩევნის წინაშე. გინდა ან ღმერთი, ან რაღაც. აი უფალი გიყურებს. შორი ახლოს დგა და გიყურებს, რომ ეს აირჩევ. და შენ თუ ღმერთს აირჩევ, დამიჯერე რა, მანამ სანამ გადაწყვეტილებას ბოლომდე მიიღებ, უკვე შენს გვერდით იქნება, შენს გულთან იქნება ჩაკრული. ონეს უნდა ვიგრძნოთ აუცილებლად. მერთმა დაგვუწყდა, გაგახარო და გაგამრავლო. გაგაძლიეროთ, გაგახაროთ ორთავ სოფელში. რა მინდა გითხრათ? ჩვენ დღეს გვაქვს